თქვენ მკვდრებად შერაცხენით თავი ცოდვისათვის. აქ კიდევ ერთი გაგება სიკვდილისა. პავლე მოციქული მეუბნება, რომ შენ უნდა ჩათვალო, რომ მკვდარი ხარ. რისთვისა ვარ მკვდარი? ცოდვისათვის ხარ მკვდარი. ცოდვა, აი როგორც მზისადმი უგზნობელობა ნიშნავს ხორციელ სიკვდილს, ღმერთისადმი უგზნობელობა ნიშნავს სულიერ სიკვდილს. ეს ორი ტიპის სიკვდილი. არსებობს კიდევ ერთი სიკვდილი. ცოდვისადმი უგზნობელობა არის სათნოება, ცოდვისადმი უგზნობელობა და ეს ნიშნავს, რომ ხარ ცოცხალი ღვთისათვის. ანუ თქვენ შერაცხენით მკვდრებად თავი ცოდვისათვის და შესაბამისად უკვე ცოცხლებად ღვთისათვის ქრისტე იესოს მიერ. აი საკუთარ თავი ჯვარს ვაცვი და სოფელი ჩემ და მოჯვარცმულმა და მე სოფლისადმი, როცა ცოდვასა და ჩემ შორის, ანუ ამას სოფლსა და ჩემ შორის ჯვარი დგას, რომელზეც კვდება ცოდვა, ვნებები, კვდება. აი ეს არის და მე მკვდარი ვარ ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი არა ვართ მკვდარი ცოდვისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის სრული განხთობილი მდგომარეობა. აი ალბათ გრიგო ხანძთელი მახსენდება, ხო, ღვთისმსახურს ამბობს და ამოანათებს. ეს წარმოუდგენელია, რომ მაშინ რამე ვნება ყოფილიყო. ნუ ასე ვამბობთ ადამიანურად, იმიტომ რომ სანამ ადამიანი ხორცშია, ყოველთვის არსებობს რაღაც თეორიული საშიშროება ცოდვის მასში არსებობისა, მაგრამ აი რასაც ვკითხულობთ მის ცხოვრებაში, ეს იყო აი დედამიწაზე სრულად განხთობილი ადამიანი. ეს მდგომარეობა არის განსაცვიფრებელი მდგომარეობა, როცა მართლაც მკვდარია ცოდვისათვის.